ვემზადები 28 აგვისტოს კვირა დღეს ლისის ტბაზე კვირის გარბენზე უნდა გავირბინო ნახევარ მარათონი 21 კილომეტრი. ხო რა ვიცი როგორ გითხრათ ახირება და აკვიატება რა ვიცი ნამდვილად არ არის უფრო აზარტია ესე იგი თავიდან აი ამ სტადიონს 10 წრე რო დავარტყი ახირება იყო თითქოს მერე გავაუმჯობესე დავამატე კიდე 10-20 გამოვიდა 2 კილომეტრი მერე ავიხირე 3 კილომეტრი უნდა გამეკეთებინა და 30 წრე გავაკეთე. მოკლედ უკვე დავიწყებული ჩემი სპორტული აქტივობა, ვარჯიშები, სირბილები 8 წლის წინათ განვაახლე ნელა-ნელა და დავიწყე ცოტა-ცოტათი გაუმჯობესება. ხო, ნუ 30 წლიდან მერე 50-ზე ავედი 5 კილომეტრი გამოვიდა. ესეც ალბათ ახირებაც ჩამეთვალა, მაგრამ რა ვიცი თავიდან აბა 5 კილომეტრზე, 5 კილომეტრი ყოველ დღე თითქოს, მაგრამ მე ესეთი ყოველდღიური გახდა, რომ ამ სტადიონზე ვეღარ დავეტიე, დამიპატარავდა, მომიჭირა და ავედი ლისის ტბაზე. ნუ ლისის ტბაზე 1 წრე 3 კილომეტრია ზუსტად. პირველად 1 წრე რო გავაკეთე, მეგონა რა მაგარი ვარ მეთქი, 17 წუთში ჩავეტიე, გამოვედი უпростоრად 17 წუთიდან. მერე 2 წრე გავაკეთე, 6 კილომეტრი. 9 კილომეტრი რო გავირბინე, ყველას ეგონა რომ ეს გაგიზდაო. 12 კილომეტრზე რო გავედი, უკვე შეეჩვივნენ, იცოდნენ და 6 კილომეტრს და 9 კილომეტრს უკვე ჩემთან ერთად ჩემი კლუბის წევრები, გოგონები დარბიან. ნუ ყველა არა ცხადია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 2 წრეს, 3 წრეს აკეთებენ. ხო. მერე 5 წრე გავაკეთე, აღმოჩნდა თავისუფლად. ესე იგი, რისი თქმა მინდა ხაზგასმა. თუ ნელა-ნელა მიყვები, ყველა შედეგის გაუმჯობესება შეიძლება და უბრალოდ ახლა ჩემ თავს კი არ ვუმტკიცებ. მომდევს რა ორგანიზმი და შემიძლია და ამიტომაც ვაუმჯობესებ და ვაუმჯობესებ. ხო 5 წრე 15 კილომეტრია და 7 წრე უკვე 21 კილომეტრია ნახევარ მარათონი. თბილისში რო ჩატარდება შეჯიბრი ნახევარ მარათონი, შეჯიბრიც არ არის უფრო საზეიმო ვითარება, არ ვიქნები თბილისში, ვიქნები ბარსელონაში ჩვენს გუნდთან ერთად. ხო და ვეცდები იქ თუ შესაძლებლობა მექნა ბარსელონას კუჩებში თქვენთან ერთად ვირბინო ამ მარათონელებთან ერთად. რა მიზანი აქვს ამას ყველაფერს? ერთი ფიზიკურ ფორმაში ვარ და ორგანიზმი თვითონ მეძახის. და მეორე აზარტია რა, ადრენალინია, შეგიძლია 65 წლის ვარ. სიგარეტს თავი გავანებე, სასმელს ნუ აღარ ვთვრები, 2 ჭიქას, 3 ჭიქას თუ დავლევ ხოლმე კვარტალში ერთხელ. ხო და რა ვიცი, მინდა რომ მაგალითი ვიყო სხვებისათვის. აი ახ როცა დავრბი ვარ სტადიონზე, ჩემს გვერდით ბომჟები, რა ვიცი, ლოთები, აღარ მინდა ეხლა გაჩვენოთ, თორე ახლაც აქ არიან. იკრიბებიან ხოლმე და დილიდან გაუდით ყაყანი შუაღამემდე და რა ვიცი, ენაცვლებიან ერთმანეთს, ბევრნი არიან. ეს კაი ბიჭები არიან თავიდან. რა ვიცი, აბა ცოტა-ცოტათი რო დაიწყეს. ხო და ამ დროს შეიძლება აღარ ჯერათ, რომ ჩემ ასაკში შეიძლება ადამიანი ჯანმრთელი იყო. შეიძლება ვერც მოვიდნენ აქამდე, არ შეიძლება ასე. გული მწყდება. ამდენი ლოთი და უსახკარო და მაწანწალა მე რო ახალგაზრდა ვიყავი საქართველოში არ იყო და გვიამაყებოდა და ახლა ცუდად არის საქმე. ხო, და სხვებსაც მინდა მაგალითი მივცე ბიჭებო, ახალგაზრდებო, კაცებო, საქმიანო ხალხო. თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელები, რა ვიცი, აბა მომყევით. იკვებეთ სწორად.
იაქტიურეთ სწორად, ივარჯიშეთ ჩვენთან ერთად და ვიყოთ პოზიტიურები. გიხუტებთ გეფერებით ყველას. ისე მხარდაჭერა მინდა. ხო, აი ჩემს მეგობრებს ყველას გთხოვთ, მორალური მხარდაჭერა, ახლა შეიძლება ეს რა არის ადამიანის ეგოიზმი. ეს ვიდეო ჩანაწერი დავდო Facebook-ზე და რამდენი ლაიქიც მექნება, იმდენი მუხტი მომეცემა, რომ 21 კილომეტრი უნდა ვაშკაცურად დავფარო. ხო. რა ვიცი. ვაღიარებ. ეგოისტი ვარ. მიხარია, როდესაც რაღაცას მიწონებენ ხოლმე. სიკეთით გატაროთ ყველა, გიხუტებთ და გეფერებით.